საპროცესო კოდექსის ის მუხლი, რომელიც დაცვისა და ბრალდების მხარეებს თანაბარ უფლებებს ანიჭებს, უკვე ძალაშია. სამართალდამცველებთან ერთად შხრეკისა და ამოღების უფლება ადვოკატებსაც ეძლევა, თუმცა პროცესს პროკურატურის დანიშნული გამომძიებელი აწარმოებს. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებებით დაცვის მხარეს უფლებები ეზრდება, ადვოკატების შეფასებით კანონში ჯერ კიდევ ბევრი ხარვეზია. თუ კი დღემდე თქვენი საცხოვრებელი სახლების ან ოფისების შხრეკის უფლებით მხოლოდ გამოძიებას არ გებლობდა, საომავლოდ ამას პროკურორების მსგავსად ადვოკატებიც შეძლებენ. კანონში ახალი ცვლილებების თანახმად შხრეკას ადვოკატების მოთხოვნით დამოუკიდებელი გამომძიებელი ჩაატარებს. ახალი წესის თანახმად საგამოძიებო მოქმედებებისას დაცვას და ბრალდებას თანაბარი უფლებები აქვთ. თუ მოსამართლე ჩათვლის დასაბუთებულად შუამდგომლობას და დააკმაყოფილებს მას განჩინებით, ამის შემდეგ დაცვის მხარე შხრეკას დამოღებას ატარებს გამომძიებლის მეშვეობით. თუმცა ეს არ არის ის გამომძიებელი, რომელიც საქმეს უძღვება მოცემულ საქმეზე. იყო მოლოდინი იმისა, რომ ძალიან დიდი დატვირთვა წამოვიდოდა ადვოკატების მხრიდან და მოთხოვნა ამ მუხლის, რაც დაუშვათ გაართულებდა რაღაც მდგომარეობას ადამიანის უფლებების კუთხით, მაგრამ ადვოკატები მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობით მოეკიდენ ამ უფლების მიღებას. გამომძიებელი, რომელიც შხრეკას დაცვის მოთხოვნით აწარმოებს, პროკურატურამ უნდა შეარჩიოს. უწყება ვალდებულია დაცვის მხარეს მისი ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე აცნობოს. ადვოკატები თვლიან, რომ ცვლილებას ხარვეზებიც ახლავს, რადგან ამოღებულ მტკიცებულებებს პირველად ბრალდების მხარე სწავლობს. აქ არის ერთი ძალიან დიდი უარყოფითი მომენტი, რომ ამ გზით მოპოვებული მტკიცებულებების პირველი გამოკვლევის უფლება აქ ბრალდებას. რაც თავისთავად შეიძლება ითქვას, რომ ას უყარგავს ბრალდებულს აქ უფლება, რომ არ მისცეს საკუთარი თავის საწინააღმდეგო ჩვენება, არ წანადგინოს მის საწინააღმდეგო მტკიცებულებები, ამიტომ როდესაც მტკიცებულება ამოდის, კონკრეტული მტკიცებულება, იმის გამოკვლევის გარეშე ეს ბრალდებულს აწყობს თუ არა, მიუხედავად ამისა, ჩვენ არ გვეძლება ამის უფლება და პირდაპირ ბრალდების მხარეს აქ მისი გამოკვლევის უფლება, რაც ჩემი აზრით არ არის სწორი. მხარეებს არათანაბარ მდგომარეობაში საგამოძიებო მოქმედებების ფინანსური მხარეც აყენებს. თუ პროკურატურის საგამოძიებო ხარჯებს უწყება ფარავს, ადვოკატების შემთხვევაში ფინანსური ხარჯები დაცვამ უნდა უზრუნველყოს. ჩვენ არ გვაქვს უფლება გადაუდებელი აუცილებლობით ჩავატაროთ შხრეკა და ამოღება. ყველა შემთხვევაში ჩვენ უნდა მივმართოთ განჩინებით სასამართლოს და მისი ნებართვის საფუძველზე უნდა მოხდეს ამ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ცვლილება შემთხვევის ადგილისა და მტკიცებულებების დათვალიერებასაც შეეხო. თუ აქამდე კანონი ამის უფლებას ადვოკატებს დამოუკიდებლად ანიჭებდა, ცვლილების შემდეგ ამას დაცვის მხარე გამომძიებლების მეთვალყურეობის გარეშე ვეღარ აწარმოებს.